ლექსი, სიმღერა, ღიმილი, სევდა და სხვა ემოცია. ქართული სულის ეს ზეიმი დედოფლის წყაროში ტრიალებდა. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედების მესვეურებმა დაახვედრეს ჩამოსულ სტუმრებს, რაიონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და შემოქმედებით ნაწილსაც მოიცავდა. მიზეზი ალმანახების, ხორნაბუჯისა და რიწის ახალი ნომრების პრეზენტაცია იყო, რომელთა წარდგინება ქალაქ დედოფლის წყაროში ჩატარდა. ახალი ნომრები განსხვავებული და განსაკუთრებულია იმით, რომ ავტორებისა და თემატიკის ერთგვარი გაცვლა შედგა. რიწას პრეზენტაციები ასეთი გასვლითი ხასიათის ქონია ზუგდიდში, ქონია ქუთაისში და ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ კახეთის რეგიონიც დაგვეპყრო ასე ვთქვათ ბრჭყალებში. დღევანდელი დღე კიდე იმითაა საინტერესო, რომ ხორნაბუჯის რედაქტორმა ბატონმა გიორგი ნატროშვილმა დაბეჭდა ის მასალები, რომლებიც რიწამ მიაწოდა და რიწამ თავის მხრივ დაბეჭდა დედოფლის წყაროელი 14 ავტორი. ეს იყო პროზა, ეს იყო პოეზია, შესანიშნავი ავტორები და მე ვფიქრობ, რომ დედოფლის წყაროელ მკითხველს ძალიან საინტერესო ნობათი ჩამოუტანეთ ჩვენი ჟურნალების სახით, რომელიც საჩუქრად გადავეცით. ძალიან დიდარი ადამიანური ურთიერთობები არის ჩვენთან და მე მინდა რომ აი ეს ადამიანური ურთიერთობები და ეს სიყვარული, რომელიც სუფევს ჩვენში, გადმოიცეს ლიტერატურულ ენაზე და სწორედ ამას მემსახურებით დღევანდელ დღესაც სწორედ ამას ემსახურებას ჩვენ დღევანდელი შეხვედრა. კოლაბორაციამ გაამართლა, მე მომეწონა და შეიძლება შემდგომშიც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რედაქტორს ვიცნობ და მათთან თანამშრომლობა სასიამოვნო არის ყოველთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოხდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორი უკიდურესი აფხაზეთი და საქართველოს მეორე უკიდურესი ნაწილი დედოფლის წყარო აღმოსავლეთში შეხვდა ერთმანეთთან, შეხვდა შემოქმედებითი ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სულიერების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურისა და ხელოვნების წარმოსაჩინად და განსაკუთრებით ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აი ამ ღონისძიებას, როცა ესწრება ახალგაზრდა. ახალგაზრდების სულიერებაზე ზრუნვა ეს არის უპირველესი. და თუ არა ხელოვნებამ, თუ არა შემოქმედებამ, თუ არა ლიტერატურამ რამ უნდა დაამჩნიოს, ამაზე მეტად ბავშვის ახალგაზრდის სულიერებას დაღი, კარგი გაგებით დაღი, რა თქმა უნდა. ლიტერატურული ალმანახი ხორნაბუჯი 2015 წლიდან გამოდის. გემოვნებიანი და აქტუალური მასალების წყალობით მას უკვე ხავს მკითხველთა მრავალრიცხოვანი აუდიტორია. ჟურნალი რიწა 1975 წელს სოხუმში აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივით დაარსდა. რიწა დევნილობაშიც აგრძელებს მემკვიდრეობით მიღებულ ღირსეულ ტრადიციებს და ახალი ინიციატივების შემოქმედადაც გვევლინება. როგორც რედაქტორები ამბობენ, კოლაბორაცია ჟურნალებს შორის საინტერესო და შემოქმედებითაც ნაყოფიერი გამოვიდა.